Gen Z თაობა Z ქვია დღევანდელი კლასიფიკაციით ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 1997 წლიდან 2011 წლის ჩათვლით. Რატომ კონკრეტულად მაგ წლებში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, პირობითია, იმიტომ რომ ახლა ცხადია, რომ 96-ში დაბადებულსა 97-ში დაბადებულს შორის გრანდიოზული სხვაობა არ იქნება, მაგრამ სადღაც საზღვარი უნდა ჩამოგვესვა და ამიტომ ჩამოვსვით. Gen Z-ის წინა თაობას ქვია მილენიალები, ესენი არიან 91 წლიდან 96-მდე და Gen Z-ის შემდეგ თაობას ქვია ალფა თაობა, ანუ ეს არის 2012-დან 2024-ის ჩათვლით. და მერე უკვე ბეტა და ასე შემდეგ. ხო, ეს ასოებიც მოკლედ მილენიალებს Gen Y ქვიათ, Y თაობა და Y Z დამთავრდა ალფავიტი და ალფადან დაიწყეს თავი. რაც არ უნდა დავარქვათ რა, ხო, ბევრნაირი ზილენიალებს და რაღაცებს ეძახიან და მე მაინც კომაროველი ვარ და ეს X, Y და Z მოკლედ ძალიან კომფორტულია თავის ალფაბეტად. მოკლედ ეს არის ეს ხალხი. დღეს 2025 წელს, ესე იგი, ყველაზე ასაკიანი Gen Z არის 28 წლის და ყველაზე პატარა Gen Z 2011-ში დაბადებული არის 14 წლის. ანუ ის თინეიჯერია და სკოლაში და 28 წლის უკვე კარგი გამოცდილი პროფესიონალი. იმიტომ რომ დაუშვათ 21 წლის ამან 22-ის დაამთავრა უნივერსიტეტი და შეიძლება უკვე 5-6 წელი ამუშაობს და Gen Z-ის სამყაროში ეს 5-6 წელი კარგი ბევრი შეიძლება იყოს. უკვე მენეჯერულ პოზიციებზე წხვდებიან კომპანიებში და ყველგან რა. ეს არის ვინ არის Gen Z. მეორე საკითხი არის რომ რითი გამოირჩევა ეს Gen Z, ასე ვთქვათ, როგორი ტიპია რა, ხო? ეხლა რა თქმა უნდა, ამაზე როდესაც ვლაპარაკობ და რომელიმე თაობას რო ახასიათებ, ცოტა ის გამოდის სტერეოტიპული აზროვნება, რომ როგორ კაცო, ეხლა მე Gen X კი არა ვარ, მე სანდრო ვარ, ჯეჯელა ვარ რა. რა თქმა უნდა ეს ესეა და ადამიანს კონკრეტულს რო გაიცნობ, მე იქ ნინო მილენიალია თუ ის აღარ აქვს მნიშვნელობა, ნინო ხდება, მაგრამ სანამ მე არ ვიცი ნინო რომ მოდის როგორი ნინოა, შემიძლია სტატისტიკურად ვივარაუდო თაობიდან გამომდინარე. ამიტომ როცა Gen Z-ებზე ვლაპარაკობ, იქაც იპოვი X-ისნაირი თვისების ადამიანს, მილენიალსის იპოვი Z-ის ნაირს და ასე შემდეგ, მაგრამ სტატისტიკურად უმეტესობა მაინც ისეთია, ხო? ეხლა მაგ თავისებურებებზე რო ვილაპარაკოთ, რამდენიმე რამე უნდა გამოვყოთ. ერთი რომ ეს არის პირველი თაობა, რომელიც გაიზარდა მობილურით და ტაბლეტით ხელში. ანუ ფაქტიურად უტაბლეტო, უმობილურო, უინტერნეტო არც უნახავს, იმიტომ რომ მილენიალებს უნახავთ და მერე შემოვიდა მათ ცხოვრებაში. ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ მაინც მერე არის გაზრდილი არის უინტერნეტოდ და უტაბლეტოდ და უმობილუროდ განსაკუთრებით და მერე უკვე გადასულია, ხო? Gen Z-ის შემთხვევაში, რა ვიცი, აი პატარა ვიდეოები რო არის ქაღალდის ჟურნალს რო ესეთი ცრუ სვამს ბავშვი, მოკლედ ამათ არ წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირი დრო არსებობდა როდესმე. ანუ ეს არის მათი დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან, ფაქტიურად natives არიან რა, დაიბადნენ მაგ სამყაროში ეს. მეორე ძალიან fast moving, ანუ სწრაფად ცვალებად გარემოში არიან მიჩვეული ყოფნას და ამიტომ მათთვის ეს ბიზნესის სწრაფად ცვალებადი გარემო რაღაცნაირად ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება 5 სერიალს უყურებდეს ერთ კვირაში რა, მილენიალი მაგალითად ერთს უყურებს და 5-ჯერ უყურებს დაუშვათ, ეგ უფრო გაცილებით მილენიალურია, ხო? ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეგ მათი მოქნილობაც და სწრაფი აი agility, ზუსტად აი agile management-ზე როცა ვლაპარაკობ, მათთვის ძალიან შესაფერისია. Gen Z თანამშრომელს შეგიძლია შეუცვალო დავალება შუა გზაზე, უთხრა რომ უი, ეგ აღარ არის პრიორიტეტი, ახლა უცებ შევცვალოთ, სხვა ვიდეო გადავიღოთ და ძალიან გახალისდება მაგითი რა და მილენიალი, მოიცა ახლა ეგრე როგორ შეიძლება თუ დავგეგმეთ და ასე შემდეგ, X-იც იერარქიულია და ასე. ანუ მოქნილობა ტექნოლოგიურობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ძალიან პრაგმატული და ენტერპრენერული ტიპები არიან. ფულის შოვნა ძალიან უნდათ, საერთოდ არ ეთაკილებათ, რო თქვან, რომ ფულის საშოვნელად, ესე იგი, მინდა რომ რაღაცები გავაკეთო და გლოვოზეც იმუშავებს, მიმტანადაც იმუშავებს, რაღაცას იყიდის, გაყიდის ონლაინ მაღაზიაში, მოკლედ ძალიან ეგეთი ტიპები არიან, ხო, მაგ მხრივ და კიდე ერთი უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კრიტიკული ტიპები არიან და მოთმინება არა აქვთ რა. წინა თაობები გარემოდან გამომდინარე რაღაცნაირად იტყოდა, რომ აი კი ასეა ჩემს სამსახურში, მაგრამ იმედია მომავალში შეიცვლება, და არ არის ეგრე, აღარ აქვთ ამ ხალხს მოთმინება რა და ამიტომ ამბობენ, რომ იცი რა, მოდი ამ დღეს შევცვალო და ან არ მინდა რა. ხო?
ბევრი პრობლემა, რომელიც მენეჯერებს და ორგანიზაციებს აქვს ჯენზისთან, ზუსტად ამ პრობლემებიც აქედან მოდის, მათი ბუნებიდან და სიკეთეებიც აქედან მოდის. და ეხლა ვთქვათ, მაშინ რად გვინდა ეს ხალხი ასეთები, ხო? პირველი დავიწყოთ ძალიან მექანიკური შეხედულება, რომ ახალგაზრდა ეგ იქნება. ეხლა შენ თუ ამბობ, რომ 20 წლის თანამშრომელი, 20, 21, 22 წლის თანამშრომელი მინდა ავტომატურად ჯენზია. სხვანაირი არ არის. და არის რაღაც ფუნქცია, სადაც 20 წლის ადამიანზე უფრო გეფიქრება, ვიდრე 30-ის და 40-ის, ხო? ბუნებრივად. customer service-ში რაღაცა შედარებით დაბალ პოზიციებზე, იმიტომ რომ საწყის ეტაპზეა კარიერის და ორგანიზაციებს ბევრ როლში ჭირდება საწყის ეტაპზე მყოფი ხალხი. და სადვიპოვოთ ახლა საწყის ეტაპზე მყოფი 35 წლის ადამიანი, რა ვიცი, გაუგებარია ყოველ შემთხვევაში, ხო? შეიძლება ხანდახან შეგხვდეს, მაგრამ მაინც. ამიტომ ერთი გვჭირდება მაგ ძალიან მარტივი მიზეზით, რომ ეგ არის იმასაკის, ჩვენ რო გვჭირდება პირველი, მეორე, ეს ენტერპრენიორული მიდგომები და ფულის შოვნის სურვილი პირადი ფულის შოვნაზე თვისდება და კომპანიის ამბავზე თვისდება. საერთოდ არ არის მოსარიდებელი, რომ ჯენზის უთხრა, რომ მოდი ახლა მოიფიქრე ფული როგორ ვიშოვოთ ჩვენი YouTube არხით ან TikTok-ით ან რაღაცი და ძალიან გაეხარდება და პოზიტიური. მასაც უნდა პირადად რომ მიიღოს დამატებით შემოსავალი და ორგანიზაციამაც მიიღოს. ხო, პრაგმატულად ძალიან კარგი გამყიდველები არიან მაგით. ტექნოლოგიებში თუ რამეს ვაპირებ, ნამდვილად ეგენი გვჭირდება, ხო? იმიტომ რომ ისე სწრაფად იცვლება ტექნოლოგია, ხა მოგეხსენება, რომ რავი, აი მოდი AI მოდელებით ვაკეთოთ ვიდეოები და დავავალოთ 45 წლის ხალხს, რა ვიცი, არ გამოვა, კი დაივალებს ის ხალხი, მაგრამ მაგრა იწვალებს, რა, იმიტომ რომ რავი, ტელეფონზე CapCut-ით გაკეთებული ვიდეოებით გაივსო მთელი ინტერნეტი და ტელეფონშივე ამონტაჟებენ, რა და კაპიტალურად ეხლა წინათაობის ხალხი ამბობს, რომ მოიცა, ეხლა მე უნდა ჩაუჯდე და კაპიტალურად ესე ვიმუშაო და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს მათი ტექნოლოგიურობა და mobile friendly-ობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ძალიან დიდხანს საიტების საერთოდ არასდროს არ მომაფიქსდებოდა, რომ მობილურით გამეხსნა საიტი რა. რა თქმა უნდა, კომპიუტერით უნდა გახსნა საიტი და ეს ხალხი ამბობდა, რომ არ ჩანს რაღაცა, არ იხსნება. მერე გავარკვევდა. ჩვენი სტატისტიკა საიტისას ხო ვნახულობთ 70% მობილურით არის გახსნილი. ეს კომპიუტერთან დავჯექი და საიტები გავხსენი, ის არის პოსტა წავიკითხეს, ის არის რა ქვია, დინოზავრების ამბავი. ანუ mobile friendly რაღაცების კეთება თუ გვინდა ჯენზი დაგჭირდება. Agile management-ი თუ გვინდა ჯენზი დაგჭირდება, ხო? კრიტიკულად შეხედვა თუ გვინდა რაღაცეებზე და ძველის დანგრევა და უშოთ რაღაცის ჯენზი დაგჭირდება, ხო? და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ თუ კლიენტი ჯენზი მოდის, ესე იგი აქეთ მხარესაც ხო ჯენზი უნდა დახვდეს, თორე ვერ გაუგებენ ერთმანეთს. ანუ აი ესეთი მაგალითი მაქვს საინტერესო, რომ გალთენ თაგარტმა საქართველოს ჩაატარა კვლევა და გზაში ვიყავი და მანქანაში მოვისმინე, რომ ესეთი მონაცემი, რომელიც ძალიან მეუცნაურა თავიდან, რომ ადამიანები, ვისაც აქვს ხელფასი 9600 ლარზე მეტი თვეში, რომელიც გადასარევი ხელფასია, თითქმის 10000 ლარი, ამათი 70% არის 28 წელს ქვემოთ. ანუ ჯენზია ფაქტიურად. თავიდან ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ რანაირად კაცო, ეს CEO-ები, ვიღაცეები, ჩვენი კოლეგები, ესენი ზრდასრული ხალხია და იფიქრებ, რომ მაგათა აქვს ალბათ მარტო. მაგრამ მე გამახსენდა, რომ პროგრამისტი, დიზაინერი, ფრილენსერი, ასე შემდეგ გადასარევად შეიძლება და აქვს კიდევაც ამ ხალხს შემოსავალი და ეგენი ზუსტად ახალგაზრდა ხალხია. ეხლა შენ თუ იტყვი, რომ შემოსავალი მაგათა აქვს, მაშინ ტრეინინგით სამაგათო უნდა გავაკეთო და არხით სამაგათო და ბინად სამაგათო უნდა ავაშენო და მანქანად სამაგათო უნდა გავყიდოთ, ხო? ამიტომ ორგანიზაციას თავის მხარეს დაჭირდება ჯენზი აზროვნება, რომ შეძლოს, რომ კლიენტის მხარეს ჯენზი ისკნას და კიდევ ერთი მიზეზი არის, რომ ზოგადად მრავალ თაობიანობაში არის ძალიან დიდი სიკეთე და ეხლა მე სამწუხაროდ თუ რა ვიცი, ხვდება ორგანიზაციები, რომელიც ამბობს, რომ არა, ეგენი არ აკვავს რა, აგერ ვზივართ მილენიალები ერთმანეთს უგებთ და კაი, დამფუძნებელი ყავს X სიტყვაზე და ნუ ის არის თავისთვის შეასახელებს, ჩვენ აქ მილენიალური კომპანია ავაშენეთ და არ გამოვა კარგი რაღაცა, იმიტომ რომ მილენიალები რაღაცეებში ძალიან მაგრები არიან, მაგრამ რაღაც blind spot-ები აქვთ, ხო? ჯენზი იმას დაინახავს, ეს ამას დაინახავს და ამიტომ ყოველთვის ეგრე იყო. მარტო ჯენიქსების კომპანიას მოუგებდა ჯენიქსები და მილენიალები, მარტო ბეიბი ბუმერებს მოუგებდა შერეული, ეხლაც ეგრეა, რომ შერეული მოუგებს და ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მე ალფასაც უნდა დავხვდეთ, როცა მოვლენ სამსახურში და მოკლედ ჯენზიც დაგვჭირდება, როგორც შუათაო
თაობა, ასე ვთქვათ რა. ხო, კიდევ ერთი რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, არის რომ ქართულ რეალობაში დემოგრაფიულმა გეპმა, რო შობადობა შემცირდა საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად 91 წლიდან გამოიწვია ზუსტად დარტყმა, მთავარი დარტყმა მოვიდა ჯენზიზე და სხვადასხვა მონაცემით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ დაახლოებით 1 მილიონი მარტო ჯენზი გვაკლია რა. ეხლა ვინც არ დაიბადა, ამას ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ დამკვეთებთან, რომ ვინც არ დაიბადა, ვერც ჩვენთან მოვა, როგორც თანამშრომელი, ვერც როგორც მყიდველი ისე მოვა და სტუმარი. არ დაიბადა და აღარ არსებობს. და ეხლა მაგას დავამატოთ, ვინც ემიგრაციაში წავიდა, ვისაც ჯერ ახალგაზრდაა და არ უნდა მუშაობა და არ ხეინად ოჯახის ხარჯზე, ან რაღაცის ხარჯზე ცხოვრობს, ხო? ამიტომ ჩვენთან ყველაზე პატარა თაობა, ეს არის თავისებურება, როცა მთელ მსოფლიოში არის ყველაზე დიდი თაობა. ანუ ჯენზი არის უამრავი, ამერიკაში, აზიაში, ევროპაში ყველგან არის ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი თაობა, საქართველოში არის ყველაზე პატარა თაობა. მარტო საქართველო არ არის მაგ დღეში, მაგრამ საქართველო ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან რა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი ძალიან გვჭირდება. ფაქტობრივად ამათ გარეშე გამორიცხულია და ესეთი კვლევა წარმოებს, რომ სამი მთავარი რაღაცა, რაც მოკლავს კომპანიებს, ანუ რის გამოც ისინი ვეღარ გადავლენ შემდეგ დეკადაში დაუშვა და 10 წლის მერე და ერთ-ერთი არის ზუსტად რომ ჯენზისთან და ჯენ ალფასთან თუ ვერ დავლაგდებით, ჩვენი კომპანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომპანია, ჩვენ ვერ მივაღწევთ გრძელვადიან აი ამ sustainability-ს.